ახლა ადგილზე მეღვინეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მე ვთხოვ ოპერატორს რომ კადრში გვაჩვენოს ახლა ისინი რომლებიც აქ არიან მოსულები. მეღვინეები არიან სხვადასხვა ბანერები წარმოდგენილები ქართული ღვინო ევროპისკენ და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ რომ ქართული ღვინო ევროპის ნაწილია თავიდან ბოლომდე და საქართველოს გზა ევროპაში უნდა გაგრძელდეს. ჩვენთან არის ახლა კეთი ნინიძე, მეღვინეობა ოდას წარმომადგენელი. კეთი, სალამ, პირდაპირ ეთერში რომ გითხრა რა არის ახლა მეღვინეების მთავარი სათქმელი. მოგესალმებით, მეღვინეების მთავარი სათქმელი დღეს არის ის, რომ ქართული ღვინის ადგილი არის ევროპაში და სამწუხაროდ სახელმწიფო პარტია ქართული ოცნება აფერხებს ქართული ღვინის სვლას ევროპისკენ იმ პოლიტიკას, რომელიც წლების განმავლობაში, მათ შორის ბატონ ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრის პერიოდში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ წამოიწყო და შეუძლებელია რომ სააგენტო ერთი ხელით მუშაობდეს ბაზრების დივერსიფიკაციაზე, ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე და მეორე მხრივ სახელმწიფო უთხრიდეს ძირს საქართველოს ევროინტეგრაციას. სოლიდარობას უცხადებთ ჩვენს პირველ რიგში ჩვენს კომუნაში დაშავებულ, დაპატიმრებულ ადამიანებს და ასევე თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც დევნიან, აშანტაჟებენ, იჭერენ, ჩხრეკენ და მათ უფლებებს არღვევენ უხეშად. კეთი, საზოგადოებას რომ უთხრათ, რამდენად დიდია ევროკავშირის როლი აი მცირე მარნების განვითარებაში? უზარმაზარია ევროკავშირის როლი საქართველოს თითოეულ რეგიონში, ისეთ მარნებში, ისეთ ადამიანებს, სადაც წარმოდგენაც კი არ ქონდათ, რომ მათ შეეძლოთ კომერციული პროექტების გაკეთება, მარნების შექმნა, მოპირკეთება, ახალი ქვევრების შეძენა, მარკეტინგული აქტივობები, რომ გაეტანა თავიანთი ღვინო ევროპაში, ეს უზრუნველყო სხვადასხვა ევროპულმა და ამერიკულმა ფონდებმა. და ახლა ჩვენ როგორ ვუხდით მადლობას ამ ევროპულ და ამერიკულ ფონდებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ პატარა მეღვინეობების განვითარებაზე. ასე ვუხდით ჩვენ მადლობას იმ ძალებს, რომლებიც აძლიერებდნენ ქართულ ქვევრის ღვინოს, ქარვისფერ ღვინოს, უზარმაზარ ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას უწევდნენ ევროპის ქვეყნებში და ახლა ამ ხალხს აგენტებს ვეძახით და ვაფერხებთ საქართველოს ევროინტეგრაციას. ამას საქართველოს მეღვინეობები, მევენახეები, ღვინის კომუნის წარმომადგენლები არასდროს არ შევეგუები და ვიდგებით ყოველთვის იქ, სადაც საჭიროა. მადლობა ძალიან დიდი, როგორც მოისმინეთ, მეღვინეები ამბობენ, რომ ევროკავშირის დახმარება ძალიან დიდი არის ძირითადად მცირე მარნების განვითარებაში. სალამი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა. თქვენ გაქვთ ბანერი მცირე მარნები ევროკავშირის დახმარებით გავძლიერდით. ამასთან დაკავშირებით კეთი მგვესაუბრა, რამდენად არის დიდი მაგალითად ევროკავშირში გატანა განვითარებული მცირე მარნების ღვინოების. სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკა რაც ხორციელდება ეკონომიკური, ხო? მათ შორის ღვინის სააგენტოს საშუალებით არ ემსახურება არც ზოგადად ღვინის ხარისხის განვითარებას და არც ზოგადად უფრო მეტი რაოდენობის თანხის შემოსვლას საქართველოს ბიუჯეტში. მცირე მარნები არიან ქართული ხარისხიანი ღვინოს ფლაგმანები, დიდი წარმოებლებისგან, აბსოლუტურ უმრავლესობისგან განსხვავებით და ის პოლიტიკა, რაც ახლა ხორციელდება, რომელიც არის ორიენტირებული რაოდენობაზე და არა ხარისხზე და რუსეთის ბაზრის მიბმაზე, იმიტომ რომ ექსპორტის 2/3-ზე მეტი რუსეთში გადის და ხო ვიცით ჩვენ ეს როგორი ბაზარია. პოლიტიკურად როცა მოინდომებენ, გადაკეტავენ მაშინ და ერთ ბოთლზე ნაკლები შემოსავალი ჩამოდის ასე რომ ძელვადი ამ პერსპექტივაში პოლიტიკური კუთხითაც ასევე შემოსავლის კუთხითაც და ღვინის ხარისხის კუთხითაც რა პოლიტიკაც არის ახლა გახორციელებული რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული, დაღუპელი არა მხოლოდ ხარისხიანი ქართული ღვინისთვის, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და შესაბამისად რუსეთის დამოკიდებულებას ზრდის რუსეთის ბაზარზე. რატომ არის ახლა თქვენი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები? ქართულ ოცნებას აღარ აქვს რესურსი, რომ ევროპისკენ წაიყვანოს ქვეყანა? ეს არა მხოლოდ რაღაც ოპოზიციურმა სტრუქტურმა, არასამთავრობო სპექტრის პროტესტმა გამოაჩინა, არამედ ხომ ხედავთ ხალხი ვინ გამოდის, ახალგაზრდა თაობა, ყველაზე ესეთი წმინდა ნაწილი, სტუდენტობა, რომელსაც ვერ მოისყიდი და ვერანაირად ილუზიებს და ვირტუალური მას ვერ შეუქმნი და გამოდის სხვადასხვა დარგის ხალხი. IT-ის წარმომადგენლები, მარკეტინგის ხელოვნების, აგერ მეღვინეები ვდგევართ. ანუ ეს არის სახალხო პროტესტია ხალხს, რომელსაც არჩევნები მოპარეს, რომელსაც
ხმა მოპარეს და აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს ხალხს, რაც უნდა მოხდეს აუცილებლად ახალი არჩევნების საშუალებით, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ადმინისტრაციის დახმარებით, იმიტომ რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ნდობა აქვს ხალხის დაკარგული. მადლობა ძალიან დიდი, როგორც მოისმინეთ, აქ დგანან ადამიანები, რომელმაც დაკარგეს ხელისუფლების ნდობა, რომელიც ითხოვენ ახალ არჩევნებს. აქ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დგანან როგორც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე მეღვინეები. ჩვენ მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით.